ეს არის ქრონიკა 14 საათზე ახალამებს თამარ გედევანიშვილი გაგაცნობთ. გრიგოლ ვაშაძე დღეს ბრიუსელში ISAF-ის ფორმატში დაგეგმოს შეხვედრაზე სიტყვით გამოვა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ISAF-ის ოპერაციაზე და მისი დასრულების შემდეგ ავღანეთში მშვიდობის შენარჩუნების გზებზე იმსჯელებს. დღესვე ბრიუსელის მინისტერიალის ფარგლებში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. რუსეთთან მოლაპარაკებებზე საქართველოს საკითხს ამერიკის სახელმწიფო მდივანი აყენებს. შეხვედრის წინ ჰილარი კლინტონის თანაშემწემ ქრონიკასთან საუბარში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო ამერიკის და რუსეთის ურთიერთობებში მთავარ განმასხვავებელ საკითხად რჩება. სოფო ზურაბიანი მუშაობს ბრიუსელში და მიმდინარე შეხვედრების დეტალებზე ის ბრიუსელიდან მოგვიყვება. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ნატოს გენერალური მდივნის პრესკონფერენცია აქ ბრიუსელში და როგორც მოსალოდნელი იყო ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ნატო-რუსეთის საბჭოზე მოკავშირეებმა დასვეს საქართველოს საკითხი და განიხილეს როგორც ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი რუსეთთან ურთიერთობაში. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ანდერს ფოკ რასმუსენის განცხადება. თემებზე, სადაც თანხმობას ამ დრომდე ვერ მივახციეთ. საქართველო არის ერთ-ერთი ასეთი პრინციპული საკითხი. ნატო აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის იმ საზღვრებში მხარდაჭერას, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არის აღიარებული. ასევე საუბარი შეეხო ანტისარაკეტო სისტემას, რომელიც უთანხმოების საგნად რჩება. ჩვენი დიალოგი ყოველთვის არ არის იოლი, მაგრამ ვაგრძელებთ საერთო შეხების წერტილის ძიებას. ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსება არ ემუქრება რუსეთის ინტერესებს. ჩვენ რუსეთს ნატოს წევრი ქვეყნებისთვის საფრთხედ არ აღვიქვავთ და შესაბამისად რუსეთმაც არ უნდა დაინახოს საფრთხე ანტისარაკეტო სისტემისგან. პრესკონფერენციაზე გენერალურ მდივანს დაუსვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რატომ არ ჩადის ვლადიმერ პუტინი ჩიკაგოს სამიტზე, მაშინ როცა 2004 და 2007 წლებში ის ნატოს სამიტებზე მოულოდნელად ჩავიდა. ჩვენ ვიმსჯელეთ ჩიკაგოს სამიტის შესახებ. როგორც იცით, რუსეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტ პუტინთან მე ვისაუბრე იმაზე, რომ რთული იქნება ჩიკაგოს სამიტზე ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის გამართვა, მაგრამ ჩვენ ორმხრივ შეხვედრას მაინც გავმართავთ, რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში. ვლადიმერ პუტინს ძალიან დატვირთული საშინაო პოლიტიკური კალენდარი აქვს, რადგან ინაუგურაციიდან მხოლოდ რამდენიმე კვირა იქნება გასული. ამდენად შეუძლებელია პრაქტიკულად ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის გამართვა ჩიკაგოში, მაგრამ დიალოგს მაინც გავაგრძელებთ. ამ წუთებში დაიწყო სერგეი ლავროვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესკონფერენცია. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მოკლე განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რა თქვა ლავროვმა ამ პრესკონფერენციაზე. ჩვენ საუბრისას ყურადღება დაუთმეთ კოლექტიური უსაფრთხოების საკითხებს და ისეთ ფუნდამენტურ თემებს, რაც შეეხება სტრატეგიულ სტაბილურობას და უსაფრთხოებას. პირველ რიგში საუბარი შეეხო ანტისარაკეტო სისტემას. ჩვენი პრიორიტეტია შევინარჩუნოთ სტრატეგიული სტაბილურობა იმ პირობებში, როდესაც შეერთებული შტატები და ნატო ცალმხრივ რეჟიმში ქმნიან ანტისარაკეტო სისტემას. ამისთვის გვჭირდება მკაფიო გარანტიები, იმისთვის რომ მათი ანტისარაკეტო ფარი არ დაემუქრება რუსეთის ინტერესებს. გვჭირდება გარანტიები ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. რაც შეეხება ქართულ დელეგაციას, გრიგოლ ვაშაძე ამ წუთას შევიდა ISAF-ის შეხვედრაზე, რომელსაც ნატოს მოკავშირეები მართავენ და ავღანეთი აქ ორდღიანი მინისტერიალის ერთ-ერთი მთავარი თემა გახლავთ. ვაშაძემ დილიდან ორმხრივი შეხვედრები უკვე გამართა თავის კოლეგებთან. რუსეთიდან სოფო ზურაბიანი საუბრობს